ზეცაში არის ორი ადგილი ადამიანის სულის მოსახვედრად. ყველათვის ნაცნობი სახელებით ჯოჯოხეთი და სამოთხე. დედამიწაზეც ასევე გვაქვს ორი არჩევანი, რომ მივიღოთ ან ეს სამოთხეში მოხვედრა, ან უარყოთ და ადამიანები წავიდნენ ჯოჯოხეთში. მაგრამ რა ხდება დედამიწაზე კიდევ უფრო ღმად, რომ ჩავურღმავდეთ. იმის მიუხედავად, რომ დედამიწაზე დღეს პოლიტიკურად ხდება ადამიანების გაყოფა, ქრისტიანობა აღარ ჩანს ამ ორ არჩევანში. უბრალოდ ისინი თვლიან, რომ ქრისტიანი ან ერთი მხარეს უნდა იყოს, ან მეორე მხარეს უნდა იყოს. სხვა არჩევანი არ არსებობს. პოლიტიკოსები რატომღაც ასე თვლიან. პოლიტიკური შეხედულობის ადამიანები, ანუ ვინც სურს, რომ თქვათ ეს მთავრობა, ან ის მთავრობა წავიდეს, მოვიდეს და ასე შემდეგ გადადგეს და გადმოდგეს, სხვა არჩევანი აქ არ არსებობს. მაგრამ თუ ჩვენ ყველანი ამას კარგად დავფიქრდებით, ზუსტად ქრისტიანს საქმე არ აქვს არც ერთ არჩევანში, არც ვინმეს მოსულაში, არც ვინმეს წასულაში. ქრისტიანი არის იმის ქრისტიანი, რომის ქრისტეს მხარეს არის უპირველეს ყოვლისა. ის დგას ქრისტეს მხარეს და ის არ ირჩევს ვინმე მართველს არ ირჩევს. ამიტომ როცა მიდის ამაზე დემაგოგია, რომ აი შენ არ ხარ ჩვენსკენ და ამიტომ შენ ეს ხარ და შენ ის ხარ, ეს არის მათი უცოდინრობის წამოძახილები, რადგან რეალურად არ ცნობენ ქრისტიანობას, რა ფუნდამენტი გააჩნია ქრისტიანობას, რომ ქრისტიანობის ფუნდამენტი არის ღმერთი, იესო ქრისტე. რაზეც დგას ქრისტიანობა, ეს ადამიანები რაზეც დგანენ და მათი მომავალი არა ევროპა არის და ამერიკა და ანუ კიდე რუსეთი და ან კიდე რომელიმე სხვა, თუნდაც მარტო საქართველო. ამეთ ქრისტიანების მომავალი არის ღმერთი, უფალი იესო ქრისტე. აი მომავლით სულდგმულობენ და ცხოვრობენ დედამიწაზე. მე მახსოვს, როცა მომიწია წლების წინ თავიდან ესეთი სიტუაცია იყო, რომ ახალი დაწყებული როცა იყო ეს აქციები, მიტინგები რუსთაველზე, ეს ნაციონალების წასვლის შემდეგ მე ველოსიპედი მყავდა და ველოსიპედით იქ მე საბურთალოდან გავდიოდი ხოლმე. მაგრამ ეს ჩემთვის იქ უბრალოდ გასვლა არ იყო. მე ჩემი დევიზით მივდიოდი იქ. და ჩემი დევიზი ის რაც იყო, ეს ნათელი იყო აბსოლუტურად ყველასთვის და ყველას შეეძლო გაეაზრა, მაგრამ არ გაიაზრეს. სამწუხარო ეს არის, რომ არ გაიაზრეს. მე ჩავიცვით, უბრალოდ დავამზადე მაისური, სანამ დავამზადებდი და არ მქონდა ამის ფული, რომ დამემზადებინა ასეთი მაისური, მანამდე უბრალოდ ფლომასტერებით ვაწერდი მაისურს იესო ქრისტე, იესო ნაზარეველი.
მხსნელი იესო. ინგლისურ ენაზეც. მაგრამ მე უკვე დავამზადებინე ესეთი მაისური უკვე სპეციალურ სარეკლამოში და იქ დიდი ასოებით ეწერა წითლად იესო და აქ ამ ადგილას ეწერა მეფეთა მეფე, უფალთა უფალი, პატარა ასოებით. წინაც და უკანაც. მიუხედავად ამისა, მე როცა იქ გავდიოდი კი ხალხი მიყურებდა იქ ტელევიზიაც შემოვიდა პირველი არხის ჟურნალისტი და მკითხა რომ ეს მაისური თუ რატომ მეცოა და მე უთხარი რომ სხვა რამე აზრი არსებობს ამის გარდა რომ ჩვენ ამის გარეშე რომ უნდა ვიცხოვროთ რომ ჩვენთვის ეს არის მთავარი. ხო, კაი გასაგებიაო და წავიდა. ეს იყო. იყვნენ კიდე სიტუაცია იყო, როცა ასაკოვანმა ქალმა და კაცმა მკითხეს, რომ ჩვენ ასეთი მაისურით ქალაქში და მით უმეტეს აქციაზე პირველად ხედავთ აქ თბილისში, საქართველოში, რომ მაისურით ესე იესო ეწეროს ვინმეს და ასე მოვიდეს აქციაზეო და მე უთხარი, რომ ჩემთვის თავარი აზრი და არსი სიცოცხლის და ცხოვრების ამ დედამიწაზე იესო ქრისტეა. და ამიტომაც ეს მინდა რომ ამ ხალხმა დაინახოს, რომ ამის გარეშე არაფერს არ აქვს აზრი. ეს იყო და ეს. მომიწია ასევე იქ როცა მღვდლების შეკრება იყო ერთი პერიოდი, როცა ლევან მამალაძე თუ ბიზნესმენი რო არ ვიცი მღვდლები რომ მოიწვია იქ პარლამენტთან და ეს ოპოზიცია რო იქ გადააჩოჩეს გვერდზე და იქ მთელი პარლამენტის სუ მღვდლები იყვნენ და მივედი შუაში დავდექი ამ დროს მე მაისურიც მეცოდა ამ დროს თავზე ესეთი ლენტიც ქონდა გაკრული თეთრი ლენტი და ქართულად და ინგლისურად ეწერა იესო მხსნელია იესო სამუდამოდ იესო მხსნელია და Jesus forever იესო სამუდამოდ ესეთი ისინი მეწერა არავის არაფერი არ უთქვია ჩემთვის მღვდლებს მაგრამ მე როცა იქ შუაში ვიდექი მღვდლებთან ერთ-ერთ მღვდელს უთხარი რომ შეიძლება რომ გავიდე იქ მეც მიკროფონით სიტყვა თქვა ამ მღვდელმა მკითხა რამე პოლიტიკური განცხადება გინდა გააკეთო მეთქი არა რა პოლიტიკური განცხადება მე მინდა უბრალოდ თქვა რომ ჩვენი მხსნელი იესო ქრისტეა ჩვენი ხსნა იესო ქრისტეშია და ეს გაუხარდეს ეს ამონა აშკარად მისი სახე არ ელოდებოდა ამას რომ ეტყოდი და თუ მიდიო გადიო თქვიო რას ამბობო ხო და იცი რა სამწუხაროა ამოდენა მღვდელია იქ გასული და არავის არ ქონდა ამისი აზრი კარგით თქვენ თუ თავის ქრისტიანებად თვლით და ქრისტიანებად მიიჩნევთ რომ თქვენ ეს სიტყვები იქადაგობდა თქვათ მით უმეტეს როცა პლატფორმა მიკროფონი ყველაფერი თქვენ ხელშია და რომ ესე ესაუბროთ როგორც ერთმანეთს ისე იმ ოპოზიციონერებს რომ ჩვენ ქრისტე გვჭირდება ქრისტეს გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით ვერავინ ინო ყველაფერი დროებითია ყველაფერი წარმავალია ყველაფერი დასრულდება ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ სამყარო ჩვენ თვითონ ვართ დროებითები ამიტომ არაფრად არ გვიიღირს ერთმანეთის ჭამა ერთმანეთის ძაგება ერთმანეთის მიმართ ბოხმით და შურით ყოფნა ერთმანეთში რომ ერთმანეთის შეგშურდეს პირიქით თუ ვიღაცას შეძლებულია თუ ვიღაცა მდიდარია შენ ეს უნდა გსიაუნებდეს გიხაროდეს თუ შენ ღარიბი ხარ უნდა გიხაროდეს იმიტომ რომ მადლი შენზეა უფლის მადლი შენზეა არ უნდა იყო ერთმანეთის მიმართ ქიშპობაში ადამიანები არავის არ უნდა შეგშურდეს არც არავისი სიმდიდრეს არც არავისი სილამაზის არც არავისი ჯანმრთელობის
ღმერთმა აკურთხოს ყველა ადამიანი. ღმერთმა კარგად ამყოფოს აბსოლუტურად ყველა ადამიანები. ამისთვის ვართ ზუსტად სუყოლიანი შექმნილები დედამიწაზე, რომ სუყოლიანი კურთხეულები ვიყოთ, ყველანი კარგად ვიყოთ. ღმერთის ნება ეს არის ჩვენ ცხოვრებაში, რომ ჩვენ ვიყოთ დალოცულები მისგან, კურთხეულები მისგან, რომ ჩვენ გქონდეს აბსოლუტური მისი მადლი მონიჭებული, რომ ჩვენ მისგან ვიყოთ წარმატებულები ჩვენ ცხოვრებაში. ყველაფერში წარმატებულები ვიყოთ, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი ისევე როგორც მან ჩვენ შეგვიყვარა. და მან ისე შეგვიყვარა ჩვენ თავისი თავი გასცა თავის თავი და ჯვარზე გააკრა თავის თავი. ეწამა, ეტანჯა ჩვენი გულისთვის სისხლი დაღვარა, წმინდა სისხლი დაღვარა, მისი წმინდა სისხლი, რომელიც იღურებოდა ზუსტად ის სისხლი გვწმენს დღეს ჩვენ ჩადენილი ცოდვებისაგან. როცა ჩვენ ცოდვას ჩავდივართ, გაიხსენეთ მისი ლურსმნიანი ხელები, რამე თუ იქ არის ჩვენი ცოდვების პატიება, იქ არის ჩვენი ცოდვების განწმენდა, ჩვენი სული, დაბინძურებული სული, რომელიც ჩვენი ცოდვებით გავაბინძურეთ, ზუსტად ის სისხლი გვწმენს ჩვენ, ჯვარზე დაღრული სისხლი, გოლგოთის მთაზე დაღრული სისხლი, როცა იესოს ხელებიდან და ფეხებიდან სისხლის დიოდა, ეს სისხლი გვწმენს ჩვენ ყველას ცოდვებისგან, მკვლელობისგან, ნარკოტიკებისგან, მრუშობისგან, ქურდობისგან, ამპარტავნობისგან, ქედმაღლობისგან. ის არის გამწმენდი ერთადერთი, შურის და ბოხმის გამწმენდი. ის წმენს ყველა ადამიანს ყველანაირი ცოდვისაგან. იესომ შეგნებულად აირჩია ეს გზა, იმიტომ რომ ჩვენი ხსნა აქ იყო მხოლოდ. ჩვენი გადარჩენა აქ იყო მხოლოდ. მისთვის ტკბილი იყო გოლგოთის მთა, მისთვის ტკბილი იყო ის ცემა, ის დამცირება. იმიტომ რომ ამ ყველაფერს ის სიყვარულით აკეთებდა და იცოდა ამ ყველაფრის ფასი, რომ ჩვენ ვართ, ჩვენთვის იხდიდა ამ ფასს, ჩვენთვის იხდიდა, რომ ჩვენ გადავერჩინეთ და წავეყვანეთ სამოთხეში თავისთან, რომ იქ ვიყოთ მასთან და არასოდეს აღარ მოვკვდეთ, არასოდეს სიკვდილი აღარ მოგვეკაროს, არასოდეს სიცივე აღარ მოგვეკაროს, არასოდეს ტკივილი აღარ მოგვეკაროს, ცრემლი აღარ მოგვეკაროს, შიმშილი აღარ მოგვეკაროს, აღარ აქვთ კიდევ არაფერი, არ დავბერდეთ, ვიყოთ მუდმივად მარადიულები, როგორც ის არის მარადიული, მან ისევე გვაჩუქა ის მარადიულობა, როგორც ის არის. ის გჩუქნის ჩვენ ამ მარადიულობას, ამ სიცოცხლეს გჩუქნის ჩვენ, უსასყიდლოდ, იმიტომ კი არა რომ ღირსები ვართ, იმიტომ კი არა რომ კარგები ვართ, პირიქით. ღმერთმა კარგად იცოდა, რომ ჩვენ არაფერს ღირსები არ ვიყავით. და ზუსტად ჩვენ უღირსი ადამიანები. ამიტომაც არის ადამიანზე ეს მადლი. ამიტომაც არის ხშირად, როცა ადამიანი ინანიებს ცოდვას, მას ეტირება, ის ტირის. იმიტომ რომ გძნობს ამ მონანიების დროს, რომ ის ცოდვა, რომელიც მასზე იყო და ის მოსძვრა, ლოდივით მოსძვრა, როგორ განთავისუფლდა და გძნობს, რომ ის ლოდი, რომელიც მას ეკიდა და მოძვრა, როგორი თავისუფალი გახდა, როცა მას მიეტევა ყველა ცოდვა. ამინ. ჰალელუია. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მისი სიყვარულით დღეს ჩვენ დგავართ, მისი სიყვარულით. ამიტომ ნუ გეშინიათ დედამიწაზე რაც ხდება. იცოდეთ რომ ბოროტი და მისი თავისი სიბნელე სამეფო დასასრულის ახლოს არის მისული უკვე. ის მალე დამთავრდება, ის მალე დასრულდება. ბოროტი და მისი სამეფო ცდილობს, რომ თან წაიყოლოს ადამიანები. ამიტომ ვისაც ძალა გაქვთ იმისა, რომ მოიკრიფოთ, მოინანიეთ დღესვე თქვენი ცოდვები, მოტრიალდით უფალი იესო ქრისტესკენ, რომ ბოროტმა, ამ შავმა ბნელმა ძალამ არ წაგიყოლოთ თავისთან ცისქვეშეთში. თქვენი სულები, რათა იქ არ დაიტანჯოს
უკუნისამდე მერე როგორც დაწერილი წმინდა წერილებში უკუნისამდე ვინ ჩაიყრებიან იმ სატანჯველში დაიტანჯებიან და აღარ ექნებათ მათ დღეთა ღამე მოსვენება იქნება კბილთა ხრჭენა ამიტომ მოინანიეთ ეხლავე ეს იყო ზუსტად ეს ჯვარცმა ეს საფასური რომ იქ არ წავიდეთ ადამიანები გადავრჩეთ ადამიანები დახსნილები ვიყოთ ადამიანები ამიტომ ჩვენ ქრისტიანები სანამ აქ სული გვინდგია სანამ აქ დედამიწაზე დგავართ და ცოცხლები ვართ ჩვენ ვალდებულები ვართ ყოველთვის ვიქადაგოთ ვილაპარაკოთ ღვთის სიტყვა ჩვენი შინაგანი ძახილი ეს არის შინაგანად როცა ჩვენ დგავართ დედამიწაზე ის კი არ ემთავრე რომ ვიმუშაო და ფული შემოვიტანო ოჯახში სარჩო გვჭირდება მაგრამ ყველაზე მთავარი ჩვენთვის ეს არის ერთმანეთი გადავარჩინოთ ღვთის სიტყვით გადაგებით რომ ერთმანეთი გადარჩეს ეკლესია არის ოჯახი რომელიც იფარავს რომელიც აძლევს საშუალებას ადამიანებს რომ ამოისუნთქონ ქვეყნიერებისგან ამოისუნთქონ იმ ბოროტი ძალებისგან რომელიც მათ დრგუნავს ამიტომ ნამდვილი ეკლესია ნამდვილი სიყვარული ეძებეთ სადაც მართლა უყვართ ერთმანეთი ეს არის ღვთის სახლი და ეკლესია სადაც მართლა უყვართ სადაც მართლა არის იქ ანთებული სიყვარული ღვთისა მე არ გავიშველ ხელს და თითს რომელიმე ეკლესიისკენ მაგრამ ეს თქვენ თვითონ უნდა მოძებნოთ თქვენ თვითონ უნდა ნახოთ თქვენ თვითონ უნდა იგრძნოთ თუ სადმე მიხვართ და იქ ღმერთის სიყვარულს უბრალოდ ვერ იგრძნოთ შეგიძლიათ უბრალოდ ადგე და წამოხვიდეთ იმიტომ რომ ღმერთის სიყვარული სადაც არის იქ არის თავმდაბლობა იქ არის თავმდაბლობა როცა მართლა ხალხს ერთმანეთი უყვარს სადაც მართლა დაძმობა არის სადაც მართლა დაძმური ურთიერთობა არის სადაც მართლა უყვართ გარეთ ყოფი ცოდვილი ადამიანები როცა ეკლესია მზად არის ცოდვილი ადამიანების გულისთვის ბევრი დიდი საქმეები გააკეთოს რომ გამოვიდეს გარეთ ეკლესია და ცოდვილები შეიყვანოს შიგნით ეკლესიაში რომ გამოვიდეს გარეთ ეკლესია ხელი მოკიდოს გარეთ ცოდვილებს გაუგუთბოს გულები და შეიყვანოს ეკლესიაში ამინ ღმერთს უყვარხართ მას უყვარხართ ძალიან უყვარხართ გესმით მისი ყოველი ტკივილი იესოს როს ტკიო და ხელები თქვენი სიყვარული ჩქებდა მასში წარმოუდგენელი ტკივილები მიაღებინეს იესოს როცა მას მადრახით ცემეს როცა ის შუბით განგმირეს როცა ის ეკლის გვირგვინი ჩამოაცვეს როცა მას სცემდნენ და აფურთხებდნენ თან და ლანძღავდნენ ისთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ტკივილი იყო მაგრამ თქვენი სიყვარული გულს უთმობდა თქვენი სიყვარული გულს უხარებდა იმიტომ რომ ამ ყველაფერს თქვენი გულისთვის ჩემი გულისთვის შენი გულისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს და უპირველეს ყოვლისა მათი გულისთვის ვინც თვითონ ამას აკეთებდა ვინც მას ურტყავდა ვინც მას აფურთხებდა მათი გულისთვის უპირველეს ყოვლისა კეთდებოდა ეს ყველაფერი არც ისინი არ ყავდა უგულებელ ყოფილი იესოს ისინიც იყვნენ მოწოდებულები ამისთვის იესოს არავინ არ ეზიზღებოდა იესოს არავინ არ ეჯავრებოდა არავინ დედამიწაზე არავინ მას ყველა უყვარს გიყვარდეს მოყვასი შენი იცი ვინ არის შენი მოყვასი შენი მოყვასი არის შენი მტერი გიყვარს შენი მტერი მოყვასში მტერი ითვლება გიყვარს შენი მტერი ხარ შენ მტერთან მოყვარული ხარ მზად შენს მტერს ჩაეხუტო
მოესიყვარულო ტკბილიენით დაელაპარაკო მასთან ერთად დააჯდე ჩაი დალიო საჭმელი ჭამო წახვიდე სასეინოდ ისეინო მხარ შენ მტერთან ასე რომ მასთან ერთად იურთიერთო ამიტომ შეიძინე იესო ქრისტე და შენ ქრისტე არ ყავს ამიტომ არ შეგიძლია შეიძინე იესო ქრისტე რომ შეიძინო ამისთვის სული წმინდა უნდა შემოუშვა შენს გულში სული წმინდა რომელიც აქ არის დედამიწაზე დღეს და ის თავად შეგაძლებინებს რომ შენ ეს გააკეთო მის გარეშე უბრალოდ შენ ვერ შეძლებ იმიტომ რომ სული წმინდა შენში შექმნის ახალ გულს გატკინა წარსულში ცოლმა გული ქმარმა გული შვილმა გული დედამ გული მამამ გული მეგობრებმა გული გატკინეს იესო გჭირდება შენ თვითფასო გულნატკენი დღემდე იმიტომ ხარ შენი წარსულიდან წამოსული იმიტომ მოდიხარ დღემდე გულნატკენი რომ შენ იესო გჭირდება იესო უნდა შემოუშვა შენს ცხოვრებაში შენს გულში და ის განკურნავს შენს გაბზარულ გულს შენ გატეხილ გულს ის გაამთელებს მას შეუძლია იესოა სასწაულთო მოქმედი იესოა მხოლოდ აი ამის გამკეთებელი რომ მას შეუძლია გაგიმთელოს გული განკურნოს შენი გული და შეგაყვაროს შენს გარშემო ყველა ის ადამიანები ვისგანაც შენ გული ქონდა ნატკენი და სიყვარულით უყუროს ყველას ჰალელუია დიდება იესო ქრისტეს ქება დიდება მადლობა და თაყვანისცემა მას ჰალელუია დიდება და მადლობა მას ყველაფრისათვის მადლობა სუხდი უფალს იმ სიყვარულისათვის იმ სიცოცხლისათვის იმ ყველაფრისათვის რაც მან ჩვენთვის გააკეთა უფალო გთხოვ იზრუნე ყველაზე ვინ შენ გიხმობს უფალო დაეხმარე უფალო დაეხმარე რომ შენთან მოვიდნენ უფალო ამინ ჰალელუია განკურნე შენ უფალო განკურნე დაჭრილი გულები გაამთელე ისინი და მიეცი მათ უფალო ამოსუნთქის სიცოცხლის საშუალება განკურნე უფალო შეახე შენი კურნალი სული უფალო შენი კურნალი ხელი შეახე უფალო ამინ განკურნე უფალო დაჭრილი გულები აპატიე უფალო რამე თუ არ იციან რას ჩადიან მიუტევე უფალო მათ რამე თუ არ იციან რას ჩადიან აუხილე თვალები აუხილე გონება უფალო აუხილე ყურები უფალო რომ შენი სიტყვა გაიგონ შენი სინათლე შევიდეს მათ გულებში მათ გონებაში უფალო რომ მიიღონ გადარჩენა უფალო რომ გადარჩენა და არ მოხდნენ ჯოჯოხეთში არ მოხდნენ ცეცხლისტობაში უფალო ამის თუ ის ვარ აქ ჩვენ შენი შვილები დედამიწაზე უფალო რომ ჩვენ ვილოცოთ მათზე ვიკადაგოთ მათთვის რომ ისინი გადარჩნენ უფალო ამინ ჰალელუია მადლობა ღმერთს მადლობა უფალს ტკბილია სანუკვარია უფალი გიყვარდეთ უფალი სიცოცხლეა ის ჩვენთვის ის არის სიცოცხლე მარადიული სიცოცხლის მომცემია ჰალელუია ტკბილია უფალი უფალზე ტკბილი არაფერი არ არსებობს უფალზე ტკბილი გაყევით მას იფიქრეთ ყოველ დღე უფალზე უფლით გადადგით ყველა ნაბიჯი უფლით შეთანხმდით ყველა საქმეზე უფალს შეეკითხეთ ყველაფერში არჩევანი როგორ შეიძლება ასე და ასე რომ მოიქცეთ ამინ ჰალელუია მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის მადლობა მას თაყვანისცემა ქება დიდება უკუნითი უკუნისამდე ერთადერთ
ძლიერ ყოვლშემძლე ღმერთს, უფალი იესო ქრისტეს, აწდა მარადის. ამინ.